ამ ვიდეო რგოლში თქვენ გაიცნობთ თუ როგორ არის შესაძლებელი Google-ის აპლიკაციის Number Pieces ინსტალაცია თქვენს კომპიუტერში და შემდეგ მისი გამოყენება მათემატიკის გაკვეთილებზე, რიცხვებზე მოქმედებების შესასრულებლად. Number Pieces აპლიკაციის ინსტალაციისათვის თქვენი Google-ის ბრაუზერის საძიებო ველში აკრიფეთ შემდეგი ფრაზა Chrome Web Store apps და შესაბამისად შემდეგ შევარჩიოთ Chrome Web Store apps მისამართი. გახდით Google Store-ში, საძიებო ველში ჩავწეროთ ჩვენი აპლიკაციის სახელწოდება Number Pieces განახორციელოთ ძებნა. ძიების გასაპირდად მოვნიშნოთ apps და ანუ გაფიცრის შემდეგ პირდაპირ გამოვა Number Pieces აპლიკაცია. დავაწყაბებ ფილაქს add to Chrome. შემდეგ add app ფილაქს. როგორც ხედავთ, მოხდა აპლიკაციის ჩამოტვირთვა და Chrome-ში დამატება ხდება. დავილოდები ინსტალაციის პროცესი. ინსტალაცია დასრულებულია. Number Pieces აპლიკაციის ინსტალაციის შემდეგ შეგვიძლია შევძლიათ სამუშაოს. რისთვისაც Google-ის ბრაუზერში დავაწყაბოთ apps ფილაქს და შევარჩიოთ Number Pieces აპლიკაცია. როგორც პირველივე შეხედვიდან ჩანს, Number Pieces აპლიკაცია ძალიან მარტივია და იგი მოსწავლეებისთვის არანაირი სირთულეს არ შექმნის. კერძოდ, მარცხენა მხარეზე წარმოდგენილია ერთეულები, ათეულები და ასეულები, რომლებსაც ჩვენ ამ შემთხვევაში აგურებს, სვეტებს და კედლებს უწოდებთ, ხოლო ქვედა ნაწილში ლურჯ ზოლში წარმოდგენილია დაფორმატების ღილაკები, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია დამატებითი სხვადასხვა ფუნქციის შესრულება. მივყვეთ ეტაპობრივად და განახორციელოთ მიმატება. მაგალითისთვის მე განახორციელებ შეკრებას, მივუმატებ ერთმანეთს 34-ს. რისთვისაც გადმოვიტან 3 ათეულს და 4 ერთეულს. ეს პირველი შესაკრებია. მივუმატებ მას მეორე შესაკრებს. გადმოვიტან კვლავ სვეტებს, ათეულებს და შემდეგ დავიწყებ ერთეულების გადმოტანას. ერთეულების გადმოტანისას მე შემიძლია ვისარგებლო დაფორმატების ზოლზე duplicate ღილაკის გამოყენებით, რომელიც საშუალებას მომწევს მოვახდინო შერჩეული ობიექტის დუბლირება და მარტივად გავამრავლო კუბების საჭირო რაოდენობით. მიმოვხატავ მათ. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ორი შესაკრები. მე შემოვხაზავ მეორე რიცხვს და change color ველის გამოყენებით შევცვლი მის ფერს. მე შემიძლია შევარჩიო სამი ფერი, ყვითელი, რაც არის ნაგულისხმევი, მწვანე ან წითელი. გავამწვანებ. დავიწყო შეკრება. შეკრებას განვახორციელებ, ისევე როაში აქ Number Pieces-ში შეიძლება მოსწავლეების განახორციელოს, სვეტების ან ათეულების დაჯგუფებით და ასევე გროვების ერთეულების დაჯგუფებით. რისთვისაც მე მოვნიშნავ მეორე რიცხვის 8 ერთეულს და მონიშნის შემდეგ ძალიან მარტივად 8 ერთეულს გადმოვიტან და პირველი შესაკრების ერთეულებს დავაყრობ. ანუ ამ შემთხვევაში მე მოვხდინე შეკრება და როგორც ახლა ხედავთ, წარმოდგენილი მაქვს ათეულებისა და ერთეულების გროვები. ჩვენ უკვე გვაქვს აქ მრგვალი ათეული და შემდეგ კიდევ რამდენიმე მორჩენილი ერთეული. მე განვახორციელებ შემდეგ მოქმედებას, ანუ მოვნიშნავ მხოლოდ ერთეულებს და შემდეგ გამოვიყენებ ღილაკს group, რომელიც საშუალებას მომცემს მორჩენილი ერთეულები ვაქციო ათეულად, ისინი დაჯგუფდება და ერთ სვეტად იქცევა, ხოლო მორჩენილი ერთეულები შესაბამისად წარმოადგინო როგორც ცალკე ერთეულები.
მორჩა ამ შემთხვევაში მიმატება განხორციელდა და ანუ ამ ორი რიცხვის შეკრებით მე მივიღე 62. მე შემიძლია ასევე ეს მოქმედება ჩავწერო რიცხვითი გამოსახულების სახით, რისთვისაც გამოვიყენებ add-mat relax. ანუ 34-ს მივმატოთ 28. ისტორია 62. შემიძლია მოვნიშნო ეს რიცხვის გამოსახულება და გავადიდო მისი ზომა და ვაპატარავო. ასევე მოვახდინო მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. ასევე ზუმ-ღილაკის გამოყენებით მე შემიძლია დავაპატარავო ჩემი სამუშაო არე, ან პირიქით კვლავ გავადიდო. ხოლო თუ ჩვენ დაგვჭირდება გამოკლების მაგალითის განხილვა number pieces აპლიკაციაში, ამ შემთხვევაში უკვე შემდეგი გამოსაყენებელი ღილაკი იქნება ღილაკი ungroup, რომელიც საშუალებას მომცემს, რომ დავშალო ჩემი ათეული ერთეულებად და შემდეგ შესაბამისად მოვახდინო გამოკლება, ანუ გამოვაკეთოთ საჭირო რაოდენობის ერთეულები. ასეთივე მეთოდით მე შემიძლია ჩავსვა ასეული და ungroup ღილაკის გამოყენებით ასეულიც დაიშლება ათეულებად, შესაბამისად მოხდება მათი გაშლა, დავშლი ათეულსაც ერთეულებად და ერთეულების დაშლაც მოხდება. მოვნიშნავ ახლა ათეულს, კიდევ დამატებით ღილაკები, ეს არის rotate ღილაკი, რომელიც საშუალებას მოაძლევს შევატრიალო სვეტები, ეს საჭიროების ამებ, თქვენ შეგიძლიათ გამოვიყენოთ. და ასევე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინსტრუმენტი, რომელიც აქ არის, ეს არის ინსტრუმენტი Show Hide Drawing Tools, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია გამოვაჩინოთ ხატვის პანელი და შესაბამისად განვახორციელოთ გარკვეული გრაფიკული მოქმედებები number pieces სამუშაო სივრცეში. უკვე შემოვხაზოთ გროვები. Change color, pen color ღილაკის დატკაპებით შემიძლია ვთქვათ მოვხაზო სხვა ფრად გარკვეული გროვა, მიცე მიმართულება. Line ღილაკის გამოყენებით შემიძლია შევარჩიო სწორი ხაზების გავლება. Eraser ღილაკის გამოყენებით შემიძლია წავშალო გარკვეული ნახატი ობიექტები. ხოლო Clear Drawing ღილაკის დატკაპებით უკვე მთლიანად განვაცვლითავებ ჩემს ნახატს. Close ღილაკის დატკაპებით დავხურავ ხატვის პანელს. დასასრულისთვის Start Over ღილაკის დატკაპებით მე შემიძლია მთლიანად გავასუფთავო number pieces სამუშაო სივრცე და ახედან შევდგებ სამუშაოს და განვახორციელო მიმატება. მადლობა ყურადღებისათვის, გისურვებთ წარმატებას.